შიდა ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების, უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლები პირები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გორში გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სახელმწიფო ნარკორეალიზატორებს უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს. ცნობისთვის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები დამტკიცებულია ნარკოდანაშაულისთვის სასჯელი კი გამკაცრებული. გათვალისწინებულია სავალდებულო მკურნალობაც. პარტია ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ დაანონსებული, გამოცხადებული კანონის გამკაცრება ნარკოპოლიტიკის შესახებ ვფიქრობ, რომ ძალიან დროულია, აუცილებელიც იყო ქვეყნისთვის და ვფიქრობ, რომ გარკვეული ძალიან კარგი შედეგები უნდა გამოიღოს და ვფიქრობ, რომ თითოეული მოქალაქე მიესალმება, მათ შორის მეც, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი საკითხია გადასაჭრელი ამ კუთხით. ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ აი ამ კუთხით ჩართული იყოს აი ამ ცუდ-შაობნელ საქმეებში და ყველას უნდა მიეცეს აუცილებლად საკადრისი პასუხი. მომავალი თაობისთვის, ჩვენი შვილების და ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და იმ ბევრი უბედურების თავიდან აცილებისთვის საჭიროა ასეთი მკაცრი პოლიტიკა განსაკუთრებით ნარკორეალიზატორების მიმართ. ალბათ იყვნენ ძალები, რომლებიც დაკვეთით კიდევ რაღაც ძალების, იყვნენ მომხრეები, რომ მთლიანად ლიბერალური ყოფილიყო პოლიტიკა ამ კუთხით, რაც შედეგიც მივიღეთ სავალალოდ ნელ-ნელა, ხედავთ ყველამ და ამიტომ ეს დროული ეს გადაწყვეტილება და ცოტა ადრეც კი უნდა ყოფილიყო მიღებული, მაგრამ ბოლო პროცესებმა რაღაცები გადაალაგა, თუმცა ძალიან კარგია, რომ ახლა დაიწყო ასე და მივესალმებით ამ პოლიტიკას განსაკუთრებით ნარკორეალიზატორების მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანას სჭირდება ჯანმრთელი, ჯანსაღი თაობა და ეს სამომავლო და საშვილიშვილო საქმე.